და აუცილებლად ველაპარაკოთ ახლა ვენერას ორ მხარეზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის გაურებული პლანეტა, საკმაოდ ისეთი ჩამოყალიბებულია შინაგანად. მაინც აქ ორი გამოვლენა ვენერას, ეს არის სოციალური და ეს არის პირადი. ჩვენ ვთქვით, რომ ყუროს მართავს ვენერა და ჩვენ ვთქვით, რომ სასწორს მართავს ვენერა. ყურო არის შინაგანი ზონა, სასწორი არის სოციალური ზონა, ეს არის ზონა, საიდანაც პირველად გავდივართ სოციუმში, სადაც გახსოვთ, როგორ ვთქვით, ჩვენი ეგო ეჯახება სხვის ეგოს. ნახეთ, ახლა როცა ვლაპარაკობთ ყუროს პერსპექტივით, ეს არის ზუსტად ის მომენტები, რაც გავიარე ყურო რაღაც სიამოვნება მატერიალურ სამყაროში, ყველაზე ადეკვატური მდგომარეობა ყუროს სცენარები. ამიტომ ვენერა როგორც ყუროს მმართველი, ეს არის სილამაზე, ეს არის სიამოვნების მიღება, ეს არის ეთიკა, ეს არის სექსუალურობა ყუროსთან გვაქვს. ეხლა რაც შეეხება სასწორის რაკურსით ვენერას, ეს არის უფრო სოციალური იმიჯი. იგივე სიტყვები შეგვიძლია გამოვიყენოთ და იგივე პრინციპები, ოღონდ სოციალური ასპექტი. ნახე, მოდა არის სასწორი მაგალითად. ვენერა ყუროსთვის შეიძლება ლამაზი იყოს ფარჩისკავა, მაგრამ თუ სასწორში ტრენდი არის სხვა რამე, მაშინ ვენერა სოციალურად გამოხატავს იმ სხვა რამეს. ეს უბრალოდ უნდა. შინაგანად აქვს ეს მდგომარეობა, ეს გადაწყვეტილებები ვენერას ყოველთვის აქვს რა უნდა, მაგრამ ვერ გამოაქვს გარეთ. ეს ვეძახი, რომ ვენერა თუ მშიერია, ადამიანი არ არის ბედნიერი, იმიტომ რომ ბედნიერების აღქმა არის ვენერა, ბედნიერების შეგრძნება არის ვენერა. ჩვენ ბედნიერებას კიდე იუპიტერთან ვნახავთ, როგორც სოციალურ მოცემულობას, როგორც მის სწრაფებას სოციალური ბედნიერებისკენ, რომელიც პირდაპირ მაჩვენებელია ჩემი სოციალური სტატუსის ცოტა სხვა თემაა, მაგრამ ვენერას დონეზე პირად ბედნიერებას რასაც ვეძახით. მარტო ქალურს არა, ზოგადად ნებისმიერი ადამიანის რუკაში, თუ ვენერა არ უსმენთ და ვენერა რას გთხოვს, ვერ ხვდებით. უბედურება არ წარმართებად რო ვთქვა. ვენერას დამუშავება ნიშნავს გავიგო მისი მოთხოვნები. რა ჭირდება ჰარმონიისთვის? ჰარმონია აუცილებლად ჭირდება სილამაზისთვის, სიამოვნებისთვის. ეს დათრგუნული სურვილები ვენერაა თავიდან ბოლომდე. ვენერა ჩვენ ძირითადად სოციალურ ასპექტში ვამუშავებთ და ვიყენებთ, რომ კეთილგანვაწყოთ სოციუმი და გარემო ჩვენს მიმართ. პირად დონეზე ძალიან გვიჭირს და ძალიან ხშირად ხდება ეგეთი პრობლემა. რომ შინაგანი პროცესი მხოლოდ ჩემთვისაა გასაგები, გარედან არ ჩანს არასდროს და ვთრგუნა. იქიდან გამახარ, ეს რო იყოს რაღაც აქტიური ენერგია და დრაივი ქონდეს ვენერას, როგორც ზედა პლანეტებში შეგვხვდება, ვერ დავთრგუნა, მომთხოვს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პასიურია, შემიძლია რომ დავჩაგდო, შემიძლია რომ გადავდო, პრიორიტეტში არ ჩავსვა, რაც მთხოვს და შესაბამისად ვიღებთ ძალიან ხშირად კარგ სოციალურ რეალიზაციას, მაგრამ ამას არაფერი არ აქვს საერთო ჩვენს პირად ბედნიერების შეგრძნებასთან. ზოგადად ვენერას გამოვლენების 4 დონე აქვს. პირველი დონე არის ძალიან მძიმე, მოდი პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ესთეტიკური გრძნობა არის ძალიან დაბალი. ეს რას ნიშნავს ახლა? რომ ადამიანს არ აქვს სუბიექტური აღქმა საკუთარი თავის, საკუთარი მინდა არ მინდაზე შეგრძნება არ აქვს თავისი ფასეულობათა სისტემის და მთლიანად მიგულია სოციალურ ნორმაზე, რაც სოციუმში მისაღებია, აკეთებს იმას. და თუ სოციუმი ძახს, რომ ეს არის ლამაზი, ამისთვისაც ეს არის ლამაზი. და ეს ლამაზის აღქმა და ეთიკა არის ვენერას ფუნქცია და უნდა გქონდეს ყველაზე ინდივიდუალური. ეს ინდივიდუალური სიმტომი უნდა გქონდეს, რომ მე ბედნიერება შევიგრძნოთ და შემოქმედებითი ენერგია და სასწრაფო ენერგია გქონდეს, ძალიან დიდი პროცესია. პირველი დონე მოკლედ ძალიან ესეთი ცუდი სანახავია. იმიტომ რომ ამ დონეზე ყველაფერი ზუსტად ხდება ისე, რასაც განსაზღვრავს სოციალური კანონი, ხო? და პიროვნება დათრგუნულია. მეორე დონე არის მეტნაკლებად უკეთესი მდგომარეობა, ისევ სუსტადაა ეს სუბიექტური აღქმა და სუბიექტური ესთეტიკური გრძნობა აქ ადამიანის შემთხვევაში. სოციალური ნორმები ისევ ძლიერია, მაგრამ პირველი დონიდან კატეგორიულად რო არ არის მისაღები, რომ ჩემს თავს უსმინო, აქ უკვე რაღაც გამკრავს ხოლმე. რაღაცაზე მე თვითონ ვიტყვი, რომ ლამაზია, რას ერჩიან, რატო არ არის მისაღები, აი ეს ოღონდ შინაგანი პროცესია ეს ყველაფერი. ეს არის მაგალითად წიგნს რო ვკითხულობ, ამ ფილმს რო ვუყურებ, უფრო ბავშვობის პერიოდს შეესაბამება, ვიწყებ გაიგივებას ჩემი თავის ამ პერსონაჟთან. მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ აკრძალულია. მაგრამ ჩემ თავს აი ამის უფლებას ვაძლევ, რომ შინაგან დონეზე ვეხსნებით ჩემს თავს. მიმღებლობა და დაშვება იწყება რაღაცების მეორე დონეზე.
სხვა ადამიანები უფრო გასაგები ხდებიან, მაგალითად. სოციალური ადაპტაცია უფრო მარტივია. მესამე დონეა ის, რაც ძირითადად ეხა გვაქვს ადამიანებს, პირადი აღქმა, სოციალური აღქმისგან უკვე განცალკევებულია, არ ვერჩი იმ სოციუმს არაფერს, ან ვერჩი გააჩნია რუკა როგორ არის ეხლა წყობილი, მაგრამ მე ჩემი პირადი გამოყოფილი მაქვს ამ ყველაფრისგან. ან მაგალითად მესამე დონეზეც ხდება პრინციპში, რომ შეიძლება ტრანსფერირებდე ყველაფერს ისე როგორც სოციუმი მოითხოვს, რომ არ ამოვარდე კონტექსტიდან და არ ამოვარდე სოციალური რეალიზაციიდან, მაგრამ აღქმა მქონდეს ძალიან პირადი, ძალიან ინდივიდუალური და ეს ძალიან კარგად მქონდეს შინაგანად, ხო? ეს არის რომელი ეტაპი იცი? დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, ან ზუსტად ვიცი რომ ეს აღუქვამ და ეჭვი არ მეყარება, რაც არ უნდა მითხრან, რომ ეს მისაღები არ არის მისაღები. და ვიწყებ აი ამ სოციალური ნორმისგან სეპარაციას. აი ეს არის მესამე დონე და ამაში ვართ ჩვენ ადამიანები, ხო? რაღაც პერიოდები, რაღაც ციკლები გვაქვს. როცა ამას ვაკეთებთ, რომ ხვდებით, რომ ეს რაც ვისვისაც ვიბრძოდით ცხოვრება და რაც გვეგონა, რომ ჩვენი მინდა იყო და პროფესიას მივაკალით თავი და დავხარჯეთ რაღაცებს ეწრება, ხვდებით, რომ ეს ასოციაციის დაკვეთა, რომ ბავშვობაში გვითხრეს, რომ ეს არის კარგი, ეს უნდა გააკეთო, შენზე ეს მოლოდინი მაქვს და მე ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მოლოდინები გამომართყოთ ადამიანებს. ამიტომ ეს სეპარაციის მომენტი სხვისი მინდა არ მინდა ესგან. მესამე დონის ვენერაზე. მესამე დონის ვენერა მე ვფიქრობ სუბიექტურად უკვე კარგი ეტაპია. უკვე ადამიანს შეუძლია თავი იგრძნოს კომფორტულად, შეუძლია თავი იგრძნოს კარგად, ადამიანს შეუძლია თავისუფლება მისცეს, სიამოვნება მიიღოს, იმიტომ რომ პირველ მეორე დონეზე სიამოვნებას ვერ იღებს ადამიანი. სიამოვნება ძალიან სუბიექტურია, ხო? და როგორ შეიძლება, სადღაც თუ გამიმართლა და ჩემი ესეთი აღქმა გადაეკვეთა სოციუმის აღქმას, კი ბატონო, რაღაცა მომენტებში მექნება სიამოვნების და ბედნიერების განცდა, მაგრამ ძალიან იშვიათად არის ხოლმე როგორც წესი. სიყვარულის თემაც აქტიურდება აქ მესამე დონეზე. აი მინდა უკვე რომ გრძნობდე, მინდა ეს გრძნობები რომ გამოვხატო, ვაძლევ ჩემს თავსამისუფლებას. ნახეთ რამდენჯერ გამოვიყენე სიტყვა ვაძლევ ჩემს თავსუფლებას. რაღაცებზე თქვენ თავი თუ ხავთ დაჭერილი რომ რა ვერ აძლევთ თქვენ თავსუფლებას, ილაპარაკოთ იმაზე, რასაც ფიქრობთ და როგორც გინდათ და მოითხოვოთ, ეს ნიშნავს რომ ვენერა ყავთ ცოტა ამოსაკუთი. ცოტა მშიერია თქვენი ვენერა და უნდა გამოვხატოთ. და ნუ მეოთხე დონე აქვს ვენერას, რომელიც ჰაი კლასია, აქ ხდება სრული სეპარაცია სოციუმისგან, ისე რომ მე არ რჩები სოციუმთან კონფლიქტში. მესამე დონეზე როცა იწყება სეპარაცია და ვამტკიცებ მე მართალი ვარ, იმიტომ რომ მე ესე ვგრძნობ, მე ესე მინდა და თან გეჭუბები ამას რომ გიმტკიცებ. ხანქარას პრინციპი მუშაობს მანდ, ხო? აქ არ ხდება, აქ უბრალოდ სეპარაცია. არ მაწუხებს მე შენთვის მისაღები ვიქნები თუ არ ვიქნები. არც გერჩი, როცა მერჩი არ გპასუხობ. ან ენერგეტიკა რა თქმა უნდა მაღალი აქვს. შესაბამისად კონფლიქტი ყოველთვის ნაკლებად არის, ან თითქმის არ არის. ადამიანი უფრო მეც თხოვს საკუთარ თავს, მაგალითად, ვიდრე ნორმა ითხოვს საშუალო სტატისტიკურად, იმიტომ მაღალი დონე. ადამიანის ენერგია უკვე და აურა სხვანაირია და სხვა ადამიანებიც კეთილგანწყობილი ხდებიან მის მიმართ. ეს მეოთხე დონის ვენერა, ეხლა ეს არის დიდი გოგო რო გავიცადებული და გამოვიდე, აი ეს ეტაპია. და ძალიან იშვიათად ხდება. რაღაც საკითხებში შეიძლება გქონდეს მეოთხე დონეზე ჩართული ვენერა, რაღაც საკითხებში ვერა, მაგრამ ეგ არაფერი. მოკლედ ვენერაზე ესეთი ამბავი გვაქვს, ძალიან საინტერესო, ძალიან მრავალფუნქციური პლანეტაა და რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ არ უნდა დავთრგუნოთ მარტო იმიტომ, რომ პასიურია და არ გვიკაკუნებს შიგნიდან. აი რაღაცა პლანეტები რა გვიკაკუნებენ შიგნიდან, სამყურადღებას არ მივაქცევთ. ვენერა როგორც ისე პასიურია, არ ხმაურობს და ჩვენს ეხლა ვინც არ ხმაურობს, იმას ხარ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. და დავხედოთ მე ჩვენს ვენერებს რუკაში, განსაკუთრებით გოგოებმა. ბიჭებმაც დახედეთ. იმიტომ რომ ეს არის მოდელი თქვენ ქალთან როგორი მოქცევა შეგიძლიათ, ქალზე საერთოდ რა წარმოდგენა გაქვთ და თუ რაღაცები გასასწორებელია, უნდა გავასწოროთ აუცილებლად. რომ პირადი პლანეტები ეს არის საფუძველი, საძირკველი, რაზეც მე შენდება ჩვენი პიროვნებაც და მთელი ჩვენი სოციალური ცხოვრებაც. და აქედან ხდება რაღაცების გასწორება. და ვენერაზე კიდე რაც უნდა გვახსოვდეს, ვენერას ყველაზე დიდი სევდა არის კონფორმიზმი. დამთავრდა. რას იფიქრებს სხვა, აი ეს ამბავი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ან ეხლაც რაღაც სფეროში გჭირს ადამიანებს. იქიდან გამომდინარე სოციალური არსებები ვართ. რას იფიქრებს სხვა. დაუმუშავებელიც, დამუშავებულიც, არ აქვს მნიშვნელობა, ესაა ვენერას მოდელი.
უნდა რომ მაქსიმალურად მისაღები იყოს იმ სოციუმში, სადაც არის. ვენერას პირად ურთიერთობებზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. სიყვარული როგორი შემიძლია, როგორ მიყვარს, როგორ მოყვარვარ ვიღაცას, ამ ყველაფერს როგორ აღვიქვამ. ეჭვიანობაც ვენერაა სხვათა შორის. ოღონდ ეჭვიანობა არის დაბალი დონის ვენერა, დაბალ დონეზე უპირისპირდებით რომ არ გვაქვს რესურსი გადაღებული, ან დაზიანებული ვენერა. ეჭვიანობა, ეხლა მითოლოგიაში წყონდა ვენერას ეჭვიანობა, ვინახერი აფროდიტე მეტისმეტად ეჭვიანი იყო რაღაცა ეტაპზე, ხო? თუნდაც ამ მოკვდავების მიმართ, მაგრამ ბუნებრივად ორგანულად ვენერა არ უნდა ეჭვიანობდეს, იმიტომ რომ ვენერა ანახებს თვითკმარობას. ვენერა იმდენად თვითკმარია, იმდენად მოსწონს, იმდენად მისაღებია საკუთარი თავისთვის, რომ არც არიან მაგალითად საეჭვიანოდ. არც არიან შურისთვის, სხვისი გაკიცხვისთვის. შეფასება შეიძლება გააკეთოს, ოღონდ იმიტომ კი არ აფასებს ვენერა, რომ აი მე თქვას, რომ აი ნახე იქ რაღაც ხდება. არა, უბრალოდ მის ფუნქციაა ეს. კონკურენციისთვის არასდროს არც არიან. თუ თქვენ მაგალითად პირად ურთიერთობაში ადარებთ თავს ვიღაცას, ვიღაცის ყოფილს, ვიღაცის მიმდინარეეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩათვალეთ, რომ ვენერა სამუშაოა. იმიტომ რომ ვენერა საერთოდ ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება შეედაროს სხვას. პირად დონეზე მისი თავი იმდენად კმარა, იმდენად კარგია საკუთარი თავისთვის. არ ვერც უშვებს საერთოდ მოდელი არ აქვს, სხვას შეედაროს. კონკურენცია არ შეუძლია. ზოგადად სოციალურ ასპექტში წაახეთ, რომ კონკურენცია არ შეუძლია. ნახეთ, მარსის ოპოზიციაში დგას, ხო, სასტორის მმართველია, მარსი კონკურენცია უთქვით ჩვენ. ვენერას არ შეუძლია. ვენერა ეგრევე მოლაპარაკებაზე გადადის, ეგრევე გთავაზობს კომპრომისს. მოდი მოვილაპარაკოთ, ჩემთვის რა არის მისაღები, ჩემთვის რა არის მისაღები ამ დონეზე. და ზოგადად ვენერას შეუძლია კარგი მოლაპარაკება, ენერგეტიკიდან გამომდინარე, ძალიან კეთილგანწყობილია გარემო ვენერას მიმართ, როგორც წესი. სილამაზეს რომ სილამაზეს აღქმა ხო ვენერა, მაგრამ სილამაზე მოვინადირო და ვსდიო სილამაზეს და ჰარი მოდაში ამაზე ხარჯო მატერიალური, ემოციური და ყველანაირი რესურსი ეს ვენერა არ არის. ეს არის დაზიანებული ვენერა, იმიტომ რომ ბუნებრივი ვენერა შეუძლია თავის გკობობა, თვითკმარია, მოსწონს, ბუნებრიობა მოსწონს. და დაზიანებული ვენერა ზუსტად ის რაც გჭირს ხოლმე პერიოდულად, თმაშა ვიღებე, პლასტიკური გავიკეთე, რაღაცა შევილამაზე, გარეგნულად, კოსმეტიკურად, ხო, ვიზუალში. აქნის ამბავში. ვენერას ყველაზე მარტივი მეთოდი, ალბათ დაამუშავა არის თვით აღქმა. აი სარკის წინ დავდგე და დავაკვირდე ჩემს თავს. მოვუსმინო ჩემს თავს, რა უნდა, როგორ უნდა. ძალიან ხშირად არის, რომ ისეთ რაღაცები გვინდა, რაც სოციუმში არ არის მისაღები. და ამას ჩვენ ვთრგუნავთ. ამ დავთრგუნოთ, ეს რაღაცნაირად ჩვენი ჭრილი ხო, ჩვენი ბნელი მხარე, რომელსაც უნდა დავუმეგობრდეთ. არ არის ამის ტრანსლირება სოციუმში საჭირო. უბრალოდ ვიცოდეთ ამის შესახებ და ეს დათრგუნულ სურვილებში არ გადავაგდოთ. მერე კიდე ამაზე ენერგია გქონდეს სახარჯავი, რომ არ ამოვარდეს სადღაც, არ დავთრიგერდეთ რაღაცაზე. ან წარმოგიდგენთ რაღაც დიდ ყუთს ვაზივართ ხოლმე, იმ ყუთში ჩაკეტილი გვაქვს რაღაცები და ანუ რამდენი ძალა და ენერგია ვერც ვდგებით. იმიტომ რომ უცებ გაიხსნას გვეშინია. მოკლედ ესეთი ამბები გვაქვს ვენერაზე, კიდევ უფრო ჩავშლით მერე ასპექტების დროს, კიდევ უფრო გასაგები გახდება, კიდევ უფრო მოირგებთ თქვენ თავზე თქვენი ასპექტის მიხედვით და ეხლა გადავიდეთ შემდეგ კვანტაზე.